2028 ნოემბრიდან დღემდე განვითარებული მოვლენები, როგორც იცით, ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ლეგიტიმური პროტესტი, რომლის ჩახშობასაც ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა. ჩვენ ამ ანგარიშით გვინდა შევაჯამოთ ყველა ის ტენდენცია, რომელიც ამ პერიოდში გამოიკვეთა, მათ შორის ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ძირითადი მიგნებები, რომელიც ამ პერიოდში ვლინდებოდა, ეხება წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც სისტემურ პრობლემად გამოიკვეთა და ეს ხდებოდა დემონსტრანტების ფართო ჯგუფის და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ნაცემია თითქმის ყველა ის პირი, რომელიც სხვადასხვა დროს დაეთქვემდებარა თვითნებურ დაკავებას, ნაწილ მათგანს დაჭირდა ჰოსპიტალიზაციაც. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტების გამოძიება ამ დრომდე არ მიმდინარეობს ეფექტიანად და არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული. აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაფიქსირდა ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები და ქმედებები, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, იგულისხმება წყლის, ჭავლის, ცხელმცადენი გაზის, წიწაკის სპრეის გამოყენების წესების არა მარტო დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ფორმით გამოყენება, მათ შორის მასში, როდესაც ხდებოდა ორი სპეციალური საშუალების ერთმანეთში არევა და ერთდროულად გამოყენება, მათ შორის ქიმიური მახასიათებლის დამატება წყლის ჭავლში, რომელიც ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებდა და ეს საერთაშორისო სტანდარტებთან მოდის წინააღმდეგობაში. ასევე არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ეს ფაქტებიც ამ დრომდე გამოუძიებელია. მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ, რაც რიგ შემთხვევებში დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდებოდა. ასევე უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით ეს გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც თვითნებური ხასიათი ჰქონდა და ამ ქმედების შედეგად დაახლოებით 500-მდე პირი თვითნებურად იყო დაკავებული სხვადასხვა დროს ადმინისტრაციული წესით. მოქალაქეთა უკანონო ჩხრეკა, საჯარო ადგილებში ჩხრეკა, ასევე ამოღების ოპერაცია ბინებსა და ოფისებში უკანონო ხასიათს ატარებდა. სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტების მიმართ ასევე არის ერთ-ერთი რეპრესიული ზომა, რომელსაც მიმართავდა ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში და ეს მექანიზმები გამოყენებული იყო 40-მდე პირის წინააღმდეგ. ასევე მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ, გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო მოხელეებში, მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისაკენ მოწოდებით და ჩვენ მათ შორის ვიხილეთ, რომ ეს უკვე რეალიზდა კიდეც ცალკეულ შემთხვევებში და რამდენიმე ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან. ასევე კანონმდებლობის შეიარაღება განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების ადამიანების წინააღმდეგ, აქ იგულისხმება ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაჩქარებული წესით განახორციელა ქართულმა ოცნებამ და 9 დღეში შეცვალა არაერთი აქტი და მათ შორის გააუარესა ის სტანდარტები, რომელიც არსებობდა ისედაც პრობლემურ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებები შეეხო ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, რომელიც გაუარესდა და იქ აღარ არის ის სტანდარტები, რომელიც დაიცავდა მოხელეებს რეორგანიზაციის პროცესში არასწორი გათავისუფლებისაგან, უკანონო გათავისუფლებისაგან, ასევე შესუსტდა ის მექანიზმები, რომელიც მოხელეებს ჰქონდათ სოციალური გარანტიების სახით. კანონის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ გაუარესებულია, მათ დაემატა ისეთი ჩანაწერები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს, მათ შორის იგულისხმება სახის დაფარო აქციისას, რომელიც ბლანკეტურად აიკრძალა და ეს სამართალდარღვევად გამოცხადდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო, რომელიც არა მარტო ამძიმებს არსებულ ცალკეულ მუხლებს და საკციები ზოგჯერ გაორმაგებულთან ერთად არის გაათმაკებული ცალკეულ შემთხვევებში და ეს მუხლები ეხება ყველა ისეთ მუხლს, რომელიც შეკრება მანიფესტაციებთან არის კავშირში და გამოხატვის თავისუფლებასთან, ასევე გაუარესდა დაკავების საფუძვლები და ის ჩაიწერა ერთ-ერთი ისეთი პრობლემური საფუძველი, რომელიც პრევენციულ დაკავებას გულისხმობს და ეს არის იმდენად ფართო და განუჭრეტელი, რომ მისი გამოყენება თვითნებურად შესაძლებელი ხდება. ყველა ამ ქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ დეტალურად ანგარიში გვაქვს მიმოხილული, რატომ არის ეს კანონდარღვევა, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, რა სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ვცლად ანალიზი შესაძლებელია იხილოთ დოკუმენტში, კითხვების შემთხვევაში შეგვიძლია კი პასუხოთ, რა თქმა უნდა, ასევე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ის, რომ სახელმწიფო უწყებები, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პროკურატურა არ არის ეფექტიანი გამოძიების თვალსაზრისით და სასამართლოსთან მიმართებით სასამართლო ამ საქმეებს, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და სისხლის სამართლის საქმეებს, რომელზეც ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ, საქმეებს უდგება ზედაპირულად და აქ იკვეთება აშკარად ის, რომ სასამართლო არ განიხილავს საქმეებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვით.